პირველი ფაზა უკვე წარმატებით დავასრულეთ, გადავდივართ მეორე ფაზაზე. ეს მეორე ფაზა არის შედარებით უფრო მეტი პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, იმისთვის, რომ ჩვენ სოლიდარობა გამოუცხადოთ ერთმანეთს. რას გულისხმობ? აი, მარტივი მაგალითი შემიძლია გითხრათ, რომ მეორე ფაზა, როდესაც ჩვენ პოლიტიკური იზოლაციის შემდგომ დავეჯახებით ეკონომიკურ იზოლაციას, რაც გამოწვეულია ოცნების ძალადობრივი ქმედებებით, არაკანონიერი ქმედებებით ქვეყანაში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მოწყვლადი ჯგუფები, სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დადგებიან. აი, მაგალითად, მე ძალიან არ მესიამოვნა, როდესაც 2 დღის წინ, აგერ თბილისში სოციალურად დაუცველ ადამიანებს დაუნგრიეს სახლები და ჩვენ ამაზე შესაბამისი რეაგირება არ ჰქონდა. თითქოს ეს ნორმალური ფაქტია, როდესაც ზამთარში, ეხლა ჩვენ ხო ყველას კარგად გვესმის, იანვრის ბოლოა, ჯერ წინ გვაქვს კიდე თებერვალი, მარტი, აპრილი, აი ამ სიცივეში ადამიანებს ყრიან ქუჩაში. მე ვთვლი, რომ საზოგადოებას მეტი რეფლექსირება უნდა ქონოდა ამასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად გვახსოვდეს, რომ დღეს რამოდენიმე უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტები შიმშილობენ. ამასთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ივანიშვილის რეჟიმის სპონსორი ბიზნესმენების კომპანიები ფაქტობრივად უმუშევრად დატოვეს 10,000 ადამიანი და ჩვენ ერთხელ შეიძლება პროტესტი გამოვთქვით, მაგრამ უკვე დაგვავიწყდა ამ ადამიანებს ყველას სერიოზული გამოწვევები ელით და ჩვენი სოლიდარობის გამოხატვა ზუსტად ისე, როგორც ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობად უკანონოდ დაპატიმრებულების, უკანონოდ ძალადობის მსხვერპლების. ეს უნდა მოვახერხოთ, იმიტომ რომ ჩვენ ერთიანობას, როდესაც დავანახებთ საერთაშორისო საზოგადოებას. საერთაშორისო საზოგადოება გადაწყვეტს, რომ ეს საზოგადოება ბევრად უფრო ევროპულია, ვიდრე მათი გაურკვეველი პოლიტიკური ელიტები. ამიტომ შემდეგი ჩვენი გამოწვევა მეორე ფაზაზე იქნება როგორ გაუმკლავდებით და როგორ დაუდგებით ერთმანეთს გვერდში, როდესაც სოციალური პრობლემები დაგვიდგება. თქვენ ხო არ გონიათ ივანიშვილი იზრუნებს ჩვენს სოციალურ ან ვინმე იზრუნებს ლარის კურსზე, ინფლაციაზე, იმაზე რომ ადამიანებს ყოველ სამსახურიდან ანთავისუფლებენ. ზუსტად მსგავსი სოლიდარობა ჩვენ გვმართებს საჯარო მოხელეების მიმართ, რომელსაც კიდევ უფრო ბევრს გაანთავისუფლებენ. ამიტომ ეს შეკრულობა ჩვენ ხო ერთად შევძელით პირველი ფაზის დროს პოლიტიკური მიზნების მიღწევა და პოლიტიკური მიზნები მივახციეთ და გავიმარჯვეთ ამ ნაწილში. ეხლა უნდა ასევე ერთად გაუმკლავდეთ მეორე ფაზის ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებს. მესმის რომ უფრო რთული იქნება, მაგრამ როგორც მინიმუმ ჩვენ უნდა მივახციოთ იმას, რომ ამ ეკონომიკურმა და სოციალურმა პრობლემებმა არ იქონიონ პირდაპირ ზემოქმედება პროტესტის ხარისხზე და პროტესტის მასშტაბზე.